ქალაქ ქუთაისის შესასვლელში თუ თბილისიდან მოდიხართ, ტყეში იმალება ესეთი კოხტა ლამაზი რესტორანი, აი რა გითხრათ, ვიზუალურად კარგად გამოიყურება, რამდენიმე პატარა კოლხი, ოდა, ესეთი ხის სახლია და რა თქმა უნდა ეს არის კუპე და ერთი დიდი შენობა, სადაც რამდენიმე დარბაზია. მუხებში მოვედით იმიტომ, რომ იყო ზარი სახალხო კონტროლში, სადაც მომხმარებელი ყვებოდა, რომ იყო წვეულებაზე და ძალიან ეჭვი შეეპარა პროდუქციის და ზოგადად კერძების ხარისხში. შესაბამისად, ჩვენ ჩავინიშნეთ ეს სიგნალი და დღეს მოვედით მუხებში. ეს არის ძველებური, საკმაოდ ცნობილი რესტორანი, მუხები, რომელსაც არაჩვეულებრივი მდებარეობა აქვს და ეს არის ერთ-ერთი კოლორიტული რესტორანი. მოდით ვნახოთ აი სუფრა რამდენად უნებლად მზადდება და რამდენად აკმაყოფილებს სამზარეულო კანონის მოთხოვნებს. მოგესალმებით ქალბატონო, აქ რა სივრცეა? სამრეცხაოა? სამრეცხაოში პური იჭრება? თუ სამრეცხაოა, კი სამრეცხაოა და მანქანა აშკარად მუშაობს, მუშა მდგომარეობაშია. კარტოფილიც აქ იჭრება, პურიც აქ იჭრება. ნუ ფაქტი აქ არის, ქალბატონო, აი სარეც მანქანაზე დგას კარტოფილი. ნუ პური იჭრება და პურის საცავი შესანახი უნდა იყოს როგორც მინიმუმ გარიცხელი და მოწესრიგებული. ნუ კედლები ჭერი რო დასასუფთავებელია, თქვენ თვითონაც ხედავთ, თან ჭერი ისეთია, რომ ძალიან მარტივად შეიძლება მისი დასუფთავება. გასაკეთებელია კედლები. აქ მაცივარიც არის, ოღონდ მაცივარი არ მუშაობს და მაცივარში არის პური. პური აი ამაზე არ უნდა იდებოდეს და არ უნდა იჭრებოდეს, იმიტომ რომ ეს მუყაო არის გამოყენებული მეორადი უკვე, რა იყო შიგნით ქიმიკატები თუ სხვა პროდუქტები არ არის გარკვეული და აქედან გამომდინარე დაბინძურების ძალიან მაღალი რისკი არსებობს. აი, როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ აი გლუვი კედლები უნდა იყოს სამზარეულოში. ნახეთ, აი რას გულისხმობთ. ძალიან კარგად და მკაფიოდ შემიძლია მე თქვენ ახლა განახოთ. ნახეთ, აი შეხედეთ როგორ არის აი ჭუჭყი ჩამჯდარი კედლებში. აი ეს სვენა არის კრიტიკული, როდესაც სადაც მიმდინარეობს ღია პროცესი და სადაც კერძები კეთდება, კატეგორიულად არ შეიძლება რომ სვენა მიმდინარეობდეს, არ შეიძლება აი ამ რაოდენობით კონდენსატი იყოს. მუშაობს გამწოვი? მუშაობს გამწოვი. აი აქაც მიმდინარეობს ჩვეულებრივი წვეთა, აი გავყვეთ, აი შეხედეთ მილებიც რა მდგომარეობაშია და ზევითაც შეხედეთ. აი ზევით მილც რამდენად გაბიდნულია და როგორ არ არის გასწორებული. აი შეხედეთ ახლა, აი აქაც როგორ ჩამოდის და აი წვეთა როგორ მიმდინარეობს, აი ეს ნახეთ. ეს ყველაფერი არის გამწოვი, მაგრამ ყველაზე საშინელება რაც მინდა გაჩვენოთ, ეს არის აი ეს. ეს არის ზე კატასტროფა. აი ეს არის გამწოვი. მე ასეთი გამწოვის სიმართლე გითხრათ, არსად არ მინახია და ქუთაისში აი ესეთი გამწოვის არსებობა, ეს არის როგორც მინიმუმ არასწორი. და დანაშაული. ნუ აქ არის ღუმელები, აქ ხაჭაპური ცხება და სხვადასხვა კერძები მზადდება, ნახეთ, რესტორანი მუშა მდგომარეობაშია, ნახეთ. აი ეს არის სულ ცხიმი, აი ეს არის ცხიმი. ნახეთ რა მდგომარეობა, აი ეს არის ძალიან, აი ამის გაწმენდა ძალიან მარტივად შეიძლება. და ნახეთ რა რაოდენობით ცხიმი იღვენთება, აი ზუსტად როგორ აი ჩამოდის და გარეთ წვიმს და გარეთ ადამიანი ნაკლებად დასველდება, ვიდრე აი მუშაობის დროს თავზე დაესხმება აი ეს ცხიმი და უბედურება. რესტორან მუხებს საკმაოდ დიდი ტერიტორია უჭირავს, რამდენიმე კუპეა, როგორც უკვე ვახსენე და ასევე ერთი დიდი მთავარი შენობა. რა თქმა უნდა, ეს ბუნების წიაღში რო არის კვების ობიექტი, იზიდავს ძალიან ბევრ სტუმარს. შესაბამისად, აგერ შეგვიძლია შევიხედოთ და ვნახოთ აქ რა ხდება. იატაკი არის ძალიან ბინძური და არის სიგარეტის ნამწოვები, რაც რა თქმა უნდა არ უნდა იყოს, იმიტომ რომ საქართველოს კანონმდებლობით იკრძალება შენობაში სიგარეტის მოწევა და მხოლოდ ჰაერზე შეიძლება, ან ღია ტერასა თუ არის, იქ შეიძლება სიგარეტის მოწევა. იმდენად ჭუჭყიანია აი ამ ხის კამების შემოსვა, აი ნახეთ როგორი ჭუჭყიანია, რომ აი მე მაგათაც ასეთ სკამზე არ დავჯდებოდი. ძალიან ბინძურია, აი ნახეთ თან როგორი შელახული, უკვე გახეული, არ ვიცი რამდენი წელი არსებობს ეს რესტორანი, ეთყობა აი პირველ დროს შემოიტანეს იმის მერე არც გარეცხილა და არც
გაწმენდილა. აი აქვე არის, აი ნახეთ, მაგიდის გადასაფარებელი, რომელიც აი სიგარეტით არის დამწვარი. თქვენ ხედავთ, აი რამდენიმეა, აი ესეთი დაზიანებული მაგიდის გადასაფარებელი, რაც ასევე მინიშნება იმაზე, რომ აქ სიგარეტს ეწევიან. აი რა გითხრათ, ეს არის სულ ესეთი ტიპის კუპეები არის რამდენიმე, მაგრამ ჩვენ ასევე დავათვალიერებთ კიდე ძირითად შენობაში დარბაზს. თქვენ იცით, ჩემი დამოკიდებულება ბანანის ყუთების მიმართ, სადაც აი ნახეთ, ბოთლებიც იყო, აი ბოთლების ესენიც მუყავებიც არის ჩადებული და აი აქ ხდება ხაჭაპურების სავარაუდოდ შენახვა, სავარაუდოდ, იმიტომ რომ აი ასე არის სივრცე მოწყობილი, რომ აი კარგად დამზადდეს. აი ხა აქ ცომი იქნება სავარაუდოდ და კი ბატონო, ცომი არის გამზადებული. ეს ცომი იმიტომ არის, რომ შემდგომში უკვე დამზადებული ხაჭაპურები, აი რო არ ჩათბეს ერთმანეთში და არ ჩახურდეს, აი აქ უკვე ინახავენ. თუმცა ესეც ძალიან დიდი დანაშაულია. ზედაპირები მოსაპირკეთებელია და კედლები გასასუფთავებელია. იმდენი ცხიმი არის ამ ობიექტზე, რომ ნახეთ თვითონ აი ფანჯრებიც რა მდგომარეობაშია. ამას შეხედეთ, ამ კედელს შეხედეთ. ამ კედელს შეხედეთ, უბრალოდ რას გავს ეს კედელი. იმ აბლაბუდას შეხედეთ, აი აბლაბუდებიც რამდენია. კარგით, იქ ვერ დაინახეს, ვერ აიხედეს, მაგრამ აი ამის დანახვა, ეს ხო ამის დანახვას, აი ეს ხო პრობლემას არ წარმოადგენს, აი ნახეთ, ყველგან არის აი ესეთი მდგომარეობა, სამწუხაროდ და საუბედუროდ. იმიტომ რომ აი აქაც პირდაპირ ღია პროცესი, სადაც მიმდინარეობს, აი ამ ჩვეულებრივი ცვენა მიმდინარეობს და ეს არის ძალიან ცუდი. აქ ვნახოთ მაცივარში რა მდგომარეობაა და საკმაოდ სავალალო მდგომარეობაა, საშინელება, ეს არის სამარცხვინოდ. და ეს ნახეთ, აი სისხლი როგორ დის მწყერებს, ნახეთ. აი, როდინდელია, არ ვიცი, ვერ გეტყვი. და აი ჯვარედინი დაბინძურება, სულ რო ვიძახი და სულ რო ვკივი ვარ. აი ნახეთ ეხლა, ნუ რა ვქნა, უნდა შევეხო, იმიტომ რომ ეს ფაქტიურად გამოსაყენებელი კი რა გადასაყრელია და ამის გამოყენება არ შეიძლება, მაგრამ აი ეხლა მინდა კამერით კარგად დავაფიქსირო, აი რა. ნახეთ? ბლინები და აი ეს სისხლიანი მეორადი რაღაც პარკი. ამას შეხედეთ. აი რა მდგომარეობაში არის წმინდება? აი შეხედეთ როგორ გაიწმინდა. აი მარტო რა უნდა ამას? აი რა მარტივია, ერთი ხელის მოსმა. თქვენ ამ მაგიდებში ცოტა არ გექნებათ გადახდილი და საკმაოდ ისეთი ძვირადღირებული მაგიდები გაქვთ და ძალიან კარგია, მაგრამ ამ მაგიდებს გამოყენება უნდა სწორად და აუცილებლად უნდა იყოს ყველა პროდუქტი დაცული. მე არ ვლაპარაკობ აი ტილოებზე საერთოდ არ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ რაც დავინახე, ყველგან აბსოლუტურად შოკში ჩავარდი. ამას შეხედეთ. აი ეს ყველაფერი საჭმელში ცვივა. აი ეს ყველაფერი ცვივა საჭმელში. აი ეს არის სამწუხაროდ ქუთაისში რესტორანი მუხები. ზედაპირები ნახეთ რა მდგომარეობაშია და ამას შეხედეთ. ქვევითაც ნახეთ და აი ყველაზე საშინელება იცით რა არის? ამას შეხედეთ. აი რაზეც საუბრობთ. აი ზევიდან დაყრილი ჭუჭყი. დაუბებული, გაუბედურებული. ნახეთ, ჩაიხედეთ, პროდუქტი რომ ტება და ფუჭდება, გადაყარეთ მაინც. აი გადაყრა მაინც ხო არ არის რთული. ამას შეხედეთ რა მდგომარეობაში. წუხვარ და აი ძალიან ცხვენია. ბუნებაშია ეს რესტორანი და ძალიან ლამაზია ბუნება, მაგრამ აი რაც შეეხება გარემოს უკვე უშუალოდ მიმდებარე ტერიტორიას, ხო? აი ახლა ვდგავართ მაგალითად სველ წერტილებთან, ხო? აი ეს ამდენი ნაგავი, ნახეთ რამდენი ის არის. ეს არის სურსათის ნარჩენები. და ადამიანი ოდესაც მოდის დასასვენებლად, დროის გასატარებლად, ნუ ალბათ აი ესეთი ხედები არ უნდა ხვდებოდეს, ხო? მით უმეტეს ის ბუნებრივია შევა საპირფარეშოში და აქვე ნაგავი ყრია. არ ვიცი, ალბათ გააქვთ, მაგრამ ახლა სამუშაო საათებში მოვედით და ფაქტია ესეთი სურათი დაგვხვდა. აი ეს არის საპირფარეშო, აი აქვე შეგვიძლია გადავიღოთ, ძალიან ცუდი სუნია და შესვლაც კი არ მინდა. არასასი ამოვნო სუნია. და ნუ გვეუბნებიან ის ადამიანები, ვინც ამტკიცებენ, რომ ტუალეტში არც უნდა იყოს სასიამოვნო სუნი, სწორედ რომ უნდა იყოს. ყველაფერი ისეთი მოუწესრიგებელია, რომ აქ დიდხანს ვერ გავჩერდები
დავტოვებ ამ საპირფარეშოს. მშრალი საკვების შესანახი, ნუ აქაც ნახეთ, აი აბლაბუდების ისინი ნახეთ მდგომარეობას, აი ამაში, თუ კარგი რა, ეს როგორ შეიძლება აი ასე იყოს. ტაფების მდგომარეობა ნახეთ, როგორია, აი აქვე ვნახოთ. ეხლა რა გასაკვირია ტაფების მდგომარეობა როგორი იქნება, მოდით ეხლა გაჩვენოთ, ამას თავი დავანებოთ და აი ამას შეხედეთ. აი ეს არის გარეცხელი ტაფა. ეს არის გარეცხელი ტაფა. ამას შეხედეთ, კუნძი არ დამუშავებულა არასდროს და ეს ნახეთ რა მდგომარეობაშია და როგორ არის დატოვებული. ეს კუნძ ამ კუნძს არ ვიყენებ თუ არ თქვა. აქ სიგარეტს ეწევიან, ბატონო, ფაქტი. სუფთა გარეცხელ ჭურჭელზე ქოლგას ვაშრობთ, ესეც ნონსენსია და აქაც აგვაქვს ღუმელი, რომელიც არ მუშაობს, მაგრამ აი იქედან რაც გამოდის, აი შეხედეთ რა მდგომარეობაშია, ნახეთ? აი ეს არის იქედან ცხიმი რაც გამოდის და აქაურობაც არასდროს მერწმუნეთ არ დაალაგებულა. ეს არის სამზარეულოს ტერიტორია. ჩვენ არა ვართ არსა წასული აბსოლუტურად, არ გავსულვართ სამზარეულოდან. ეს არის სამზარეულოს ტერიტორია. აი ნახეთ, აი ჩვენ ვართ ისევ სამზარეულოში. აი უწყვეტი კადრით გაჩვენებთ, რომ ვართ ისევ სამზარეულოში. საშინელი მდგომარეობაა ყველგან, თუმცა ონკანი კარგია და მისი გასუფთავება სულაც არ წარმოადგენს პრობლემას. წვიმა მოგონებებს, ასველებს და გვასველებს ჩვენ. ხედავთ ტერასას. კარგ ამინდში ალბათ იქაც სტუმრიანობა. ჩვენ კი შევდივართ ახლა დახურულ დარბაზში, საკმაოდ ჭუჭყიანი ესეთი დეზობარიერი ხალიჩაა. საშინელი ქლორის სუნია. არ ვიცი, დარბაზის წმენდა ხეხვა ხლორიანი წყლით, რამდენად სწორია. ქლორს უფრო საპირფარეშოში იყენებენ, მაგრამ ფაქტია, რომ აქ არის ძალიან მძაფრი არასასიამოვნო სუნი, ჭამისმა და დაგეკარგებათ ნამდვილად. აი ეს არის, არ ვიცი, ბარია თუ რა არის, ყველაფერი არის ძალიან დამტვერილი, აი რა გითხრათ. გეგონება, რომ რაღაცა წინა საუკუნეში ააშენეს, მიატოვეს და დაავიწყდათ. აი ესეთი შთაბეჭდილება მაქვს. შეიძლება საღამოს არ ვიცი, ყველაფერი ეს განათდება და გალამაზდება. ჩვენ დღის საათებში ვართ, მაგრამ ფაქტია, რომ ყველგან აბსოლუტურად არის აი ამ სიგარეტით დამწვარი მაგიდის გადასაფარებლები. აგერ ხედავთ აქაც. მოდით კიდევ ერთი დარბაზი დავათვალიეროთ. ალბათ ეს არის ძირითადი დარბაზი, დიდი, რომელიც ასეა გაფორმებული, ზოგადად სულ აგური და ხე არის, მაგრამ აი ნახეთ, ფარდებით არის გაფორმებული და აქაც რა თქმა უნდა ყველგან დაზიანებული მაგიდის გადასაფარებელი. არ ვიცი, ეხლა მე ფაქტზე არ მყავს დაჭერილი, რომ ადამიანი აქ ზის და ეწევა, მაგრამ ფაქტია, რომ დაზიანებულია ეს მაგიდის გადასაფარებელი. აი რა გითხრათ. მე მგონი, რომ მაინც დადასტურდა ის ზარი, ის სიგნალი, რომელიც ჩვენ მივიღეთ მუხებთან მიმართებით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დარღვევა აღმოაჩინა მადონა კოიძემ სამზარეულოში და აი ეს გარემოც ცოტა არ იყოს არასასიამოვნო და მოუწესრიგებელია. თუმცა ვაღიარებ, რომ ვართ ბუნებაში, ულამაზესი ხეები, მცენარეები, ბუჩქები. ანუ მცდელობა ეტყობა იყო, რომ გაელამაზებინათ ეს გარემო და კვების ობიექტი ყოფილიყო ესეთი ბუნებაში შერწყმული და ინტეგრირებული, მაგრამ ყველაფერს მოვლა სჭირდება, ყველაფერს სჭირდება თვალი და თვალი და რა თქმა უნდა მზრუნველი ხელი. ნახეთ უკარა ხდება. აი ამას გაჩვენებთ. აი ეს ამყაყებული წყალი და ამას შეხედეთ. აი ეს რო არასდროს არ გაწმენდილა. აი შეხედეთ? აი და აი აქ მინდა ჩაიხედოთ, აი ეს არის ყველაფერი აბსოლუტურად სადა სუფთა ჭურჭელი აწყვია, ნახეთ? აი ამას შეხედეთ, აი, ამას შეხედეთ. გულის ამრევია ეს ყველაფერი და მარტო ჭურჭელი არ. ამას შეხედეთ, აი რამდენი ნაგავია, ნახეთ? რამდენი ნაგავია, აი გავყვეთ და შეხედეთ. ამას შეხედეთ, აი ეს რო არასდროს არ გაწმენდილა, შეხედეთ. აი, წერების საჭერი, ბუნებრივი მწერების საჭერი. აბლაბუდის ქსელები. ეს არის ზესამარცხვინო ობიექტი და მე ძალიან წუხარ, იმიტომ რომ მე ამ ობიექტზე ნამყოფი ვარ. მირთმეული მაქვს კერძები და
ძალიან წუხვარ, რომ ადამიანებს მოუწიათ დარეკვა, იმიტომ რომ ვერ წარმომედგინა, რომ აი ესეთი ძალიან მაგარი რესტორანი, აი ასეთ მდგომარეობაში იქნებოდა. ძალიან მძიმე ნესტის სუნია. აი ეს არის სრული ანტისანიტარია. ძალიან მწუხვარ და მცხვენია, რომ აი ესეთი ადგილი არსებობს. საფერფლე უნდა სუფთავდებოდეს და შემდეგ უკვე უნდა შემოდიოდეს სამზარეულოში. სამზარეულოში აი ასეთი რამე ხდებოდეს. აი ეს არის ყოვლა დაუშვებელი და სამარცხვინო, აი ეს არის სამზარეულოს სამრეცხაო სირცხვილია.